მოგესალმებით მეგობრებო, მუშინწინეებზე ჩავწერე ატვეფეს ლაივი. მინდა ერთი-ორი სიტყვი თქვა, რომ აი ქართველი ებრაელებზე და ძალიან ბევრი შეკითხვა წამოვიდა და მინდა ერთი რამ თქვა. აქ არის ნამდვილად ძალიან ბევრი ქართველი ებრაელები, განსაკუთრებით ყველა მეგობრულია აბსოლუტურად და დასაფასებელია იქ რომ აქ არის თაობა, რომელიც აქ დაიბადა, აქ გაიზარდა, მაგრამ ქართული მაინც იციან, ერთმანეთთან კომუნიკაციას ქართულად აკეთებენ და აი ქართველებისადმი სიყვარული შენახულია და შვილიშვილებმაც იციან ქართული. აი ეს არის ნამდვილად დასაფასებელი, რამე თუ ისინი გვიფასებენ ჩვენ სიყვარულს, რომელიც გვქონდა ებრაელი ერისადმი და მინდა ახლა ერთ-ერთი ლამაზი მაღაზია გაჩვენოთ, რომელსაც აგერ თვითონ ქართული სახელი აქვს ზურა გოლდ და ნახეთ არის ნამდვილად ქართული სიყვარულით გამსხვალული ადამიანი. აუცილებლად მოდი ახლოში გადაიგე, მოდი აქ გადაიგე ესენი. აუცილებლად აი არ არსებობს რომ ქართველი მოვიდეს და რაღაც სიმპათია არ გამოხატოს, ხელშეწყობა არ გამოხატოს და ასე შემდეგ რა. აი ნახეთ ჩვენ აგერ ქართული წარწერა აქვს. გაჩვენეთ ქართული წარწერა ქვევით. ჩვენ ვიყიდულობთ ოქროს, ნუ აღარ ყიდით აღარ დაწერა, ვიდრე ყიდიან აპარაშოდიან, მაგრამ აგრეთვე ყიდულობენ. რა ვიცი, აგერ ნამდვილად კარგი ქართველი, რომელიც თორმეტ წლის იყო, სხვათაშორის რო ჩამოიყვანენ, მაგრამ ქართული სული, ქართული გული შენარჩუნებული აქვს და რა ვიცი, აბა ქართველებო, ვინც მოხვდებით ატვეფენში, იცოდეთ რომ შეგიძლიათ ამ მაღაზიაში მოხვიდეთ, მიიღოთ ის სიტყვა და